მივესალმები ყველა მაყურებელს, მეგობრებო, გადავიღოთ, გავაგზელოთ მომდევნო სერია. აქ ერთი სიტყვით ძალიან დიდ ამბებში ვარ. წინა სერიაში იმდენი ვილაპარაკე, რომ უკვე აღარც არის არაფრის ახსნა საჭირო. გადასაღადები დავწია იმდენად, რომ უბრალოდ მინუსში არ მივდივარ, მაგრამ აღარ ძალიან დიდი შემოსავალი აღარ მაქვს. ერთადერთი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და სასიცოცხლო მნიშვნელოვანი საკითხია ეხლა, რომ ქვეყნის შიგნით შევინარჩუნო სტაბილურობა. მზარდი ჩემი აგრესიის ფონზე. უბრალოდ ჩემი ექსპანსიონიზმისგან გამოწვეული მზარდი აგრესიის ფონზე, რომელიც გარშემო ყველა მებრძოლი თუ არა მებრძოლი ფრაქციისგან მოდის. იმიტომ რომ მზად ვიყო უკვე ყველაფერი მოულოდნელისთვის. გამოტოვოთ ერთი ნაბიჯი და გავაგზავნოთ ისევ და დავინახოთ რა მოხდება და როგორ მოხდება. ხო, კიდე ერთი რაღაცა მინდოდა მეთქვა. ახალ პატჩებში, ან შეიძლება თუ არ თქვი წინა სერიებში. აგრესია ხელოვნური ინტელექტის. მეტად არის გაზრდილი და მოთამაშე ფრაქციები უფრო აგრესიულად თამაშობენ. რაც გამოიხატება იმაში, რომ უფრო სწრაფად აღდგენენ არმიების რეგენერირებას. უფრო მეტად მეომრულად არის დიპლომატია განწყობილი შენი ფრაქციის და შენს მისამართით. და უფრო მეტად სწრდება სამშვიდობო დიპლომატიის ჩამოყალიბება და შემდეგ უკვე კონკრეტული მიზნების მიღწევა სამშვიდობო დიპლომატიის დროს, როდესაც უკვე შენი პირდაპირი მიზანი მკვეთრი აგრესია აღარ არის. და აი ამ დამატებაში რესპუბლიკის განთიადი ქვია, ხო? მარკოს ფურიუს კამილუსი. ბოლო დამატება, როცა იტალიის ტერიტორიაზე ხორციელდება მოქმედებები და შენებს ეტყუსკებს, სამნიტებს, საბინებს და კელტებს, ისუბრებს და სეკვანებს და თუ სეკვანებს კი არა და ხო სეკვანები არიან და სამხრეთში ბერძნულ ახალშენებს. იქ საერთოდ რომი ძალიან ისეთ პოზიციაში არის სასტარ ომი გამოცხადდა პოსეტანებსა და კართაგენს შორის. კართაგენი როგორც ახალ ჩამოყალიბებული ფრაქცია სწრაფად ცდილობს, რომ თავისი პოზიციები გაიზარდოს და აღიდგინოს. აქ ქალაქში თუ კარგად დააკვირდებით, სწრაფად აღვიდგინეთ ძალები, ასევე გარნიზონის ტრაპეზონტელები უკვე მეორედ უკუაქციეთ. ეხლა ჩავძირეთ ბოლომდე. გადავწყვეტი გამარჯვება და ჩაიძირეთ. დაბრუნდეთ უკან სინებში. და რაც შეეხება მშენებლობებს ჯერჯერობით ვეღარ გავაგზელებ. აქაც სერიოზული პრობლემებია საერთო წესრიგის მხრივ, მაგრამ ლაშქრობას მაინც გავაკეთებ აი აკარაზე. ეხლა დავარტყავ. პრინციპში აკარაზე გალაშქრება ეხლა არც მჭირდება. იმიტომ რომ მე პროვინცია უნდა გამიხდეს სასავები. და ჯობია რომ აი ეგ ტრაპეზუნდი გავანადგურონ ქლიარად. და აქ უბრალოდ ცელევკიდებს დავაცადო ისევ თავისი რაღაც იმეების გაკეთება. აქელადაში და წესრიგი ქვევით ჩამოდის. უბრალოდ წესრიგი მაღლა ადის.
აკაც საოცრება მოვახდინე მაკედონიაში. სასწაული შეიძლება ითქვას. და ახაც შედარებით ნორმალურად არის ყველაფერი პლუს 1-ია. გამოვტოვოთ კიდე ერთი RPG ხა. აი ნელ-ნელა ჩემი მოწინააღმდეგე ფრაქციები, ამ ფრაქციას რომელსაც ვებრძვი, ან სუსტდებიან, ან განადგურდებიან. აი მაგალითად ეხლა ლიგურია განადგურდა, ხო? ლიგურებიც განადგურდნენ. აგერ კონსტიტანებს დაუკავებიათ აქეთ ტერიტორია მათი, ნაწილი აგერ ედუებს და ნაწილი სკოლისკებს, ჩემ პროტექტორატს. აკივე რა ახლად კარგად სიტუაცია, მაგრამ ეს ისალპური გალია. ასალპურ გალიაში მასილიაც და ესენი ძალიან გაძლიერებულა შეიძლება ითქვას. და 393 ეს ახლა რა ხდება რისთვის? ამ ხელა მინუსი. სამი ბლოკადა ხო არ არის ჩემ სავაჭრო გზებზე. არა, ნამდვილად ცოტა შემოსავლის აწევობთ სადოთ ჩვენ. You are welcome, but not that welcome. Do not sit down. You are welcome, although my ancestors and people expect talk with purpose and honesty. Greetings to you. I trust you come with honorable words that I can hear kindly. Welcome. The day is already old and there is much. You have my attention. სპარტალებთან შეიძლება მოისაზღვროს შექმნის მიზადება, არ უნდა ჯერჯერობით არა კარგად არის ჩემი მოთ განწყობილები და აკვირდით. აი უკაცრავად ან მეგობრული ესან დამოკიდებულება აქვს ჩემი მიმართ. მაშინ პარტიასთან რა სიტუაცია? First though, A flapping tongue that speaks without wisdom is not welcome. Be like a spear and have a point.
ეხა გავაგზავნოთ აქ კონსტანტინებთან მაგალითად კიდევ. Greetings, friend. We will speak together of whatever you wish. Კარგით რა. Dumnonები. Greetings to you. I trust you come with honorable words that I can hear მოკლედ. kindly. შეიძლება ითქვას, რომ დიპლომატიაში იგივე მდგომარეობა სარდებს მე მგონი May Hermes bless us both with skillful tongues that we may speak our parts well and so reach agreement. კი ნამდვილად ბევრი ფრაქცია ცოტა ხანში უბრალოდ რომ უნდა გავიდეს განწყობილი ჩემი მიმართ რომ დადო რაღაც კონკრეტული ხელშეკრულებები. უბრალოდ ამ ყველაფერს უნდა ცოტა დროის გასვლა. მაშინ ახლა ცოტა ხან ავწიოთ კიდე გადასახადები. გამოვდოთ ერთი ნაბიჯი. My skills are yours. მოკლედ იხოცებიან წიწილებივით სკენერლები. ნაგე დავამატებ. რაც მე მიკარგავს ხოლმე თამაშის მუღამს. ნუ კარგია როცა გენერლას ავითარებ. და პიროვნულად ბევრ ამას გიწყვიტავს ეგ. კი წესებთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ დიდი პრობლემები. არის ადგილებში. კი ბატონო. მაინც იყოს ეს. გავანახევროთ ისევ საშუალო დონის გადასახადები. ავკრიფოთ. და რა ვქნათ ახლა? დავარტყათ პირდაპირ ანგარას. საჭიროა. მე თუ მკითხავთ აუცილებლად. და ხელოვნური ინტელექტი მეუბნება, რა საკმაოდ კარგი ჯარები ყავთ. მოდი მაშინ მოვაქციოთ ალყაში. და დაველოდოთ ამას თამაშს. ასეთი დიდი ის არ აქვს. საიდან მოიტანეს ახლა ერთხელ არმია? და მოიყვანეს. მე ვწდები რამეში?
ეს წამოვიყვანო აქეთ. How may I say? Swift and აბა რა ხდება? არ არის. არავინაც არ არის. მაშინ რა მოხდა? ვა. საოცრება. თვითონ დავეთავს. 1 2 და 3 სადღაც არ ვიცი იქით ყოფინა რა ფაქტია რომ არის ხა ეს ახლა არმია თავის კომპიუტერით თავის ხორცებით არი ამ სერიის პირველი ბრძოლისთვის მოვემზადოთ ეს არმია მოდი ხარ და გიმალავს და გეტყვით საკმაოდ სუსტად არის წარმოდგენილი. და შესაბამისად მე შემექმნება გარკვეული სახის პრობლემები. აუცილებლად უნდა დავიკავო მომგებიანი პოზიცია. Подходят свежие силы. ვინადიროთ გენერალზე. სხვა რა გზა გვაქვს? ისიც თუ გაგვიმართლა და ცხენოსანი გენერალი ყავთ. ოპლიტების დაცვა ყავ. ოპლიტების დაცვა ყავ. ანუ ერთი წუთით გამოჩნდი. ქვეითებთან საკმაოდ გაგვიჭირდება. მაგრამ მაინც გაერთიანება არ უნდა დავუშვათ. ესენი ვინ არიან? ნო, ცხენოსანი სულელები და ქირავებულების. Начальника напали. პატარა დანაკარგი ჩვენც მივიღეთ ამ ყველაფრიდან. და მაინც გაერთიანდნენ. წინ წამოვიდა ნახეთ. გავისკო ეხლა თუ რა გავაკეთო.
მოყვებია. მათი ცხენოსნები დაწინაურდნენ და ჩვენი მეშორულეებისგან იწვნიეს კიდეც. ნახე რა ბრილიანტებით დადის ეს წინ დაუგარა. ეს ცხენოსნებს დასდებენ, ნახეთ. კარგი. ნახოთ. Наши ряды дрогнули. Рачади харт. Наши ряды дрогнули. Я бабит. რა ხდება? მეგენ კი არიან ბომბები, მაგრამ Наши ряды дрогнули. Ready for orders. Trample them! Victory! Yes, Commander! Orders. არა აი წამოვიდეთ უკან Наш военачальник погиб. კატასტროფისკენ წავედის და Missiles ready and waiting. Orders understood. Understood. Yes, Commander, orders and Наши ряды дрогнули. yes, Commander. Ready. Orders understood. Your orders. orders understood. At your service. Understood. Your orders. By As your you command. command. Orders As you understood. command. Наши ряды дрогнули. As you command. Rally to me. ready to be Commander. At your service. Наши ряды дрогнули. Hoplites ready. ყველაზე მაგარი ჰოპლიტები ცენტრში მიწმედნენ ნახეთ ბოლო 60-ს გაანებს ბრძოლას თავი თუ დავთმეთ ეს ერთი ბრძოლა ეხა დავიხიეთ ეხა უკან საკმაოდ დიდი დანაკარგებით Destination reached. ეხლა რა თქმა უნდა ესენი გამოყვებიან უკან რა თქმა უნდა ეხლა მეზარება ნამდვილად მეორე ბრძოლის თამაში 15-28-30 ესე ვითამაშოთ აბა და კიდე თუ გადარჩა ნაწილი ჯარის კიდე დაიხევენ უკან ეს მეტი ვეღარ გაბედეს აქ წამოსვლა მე უფრო სწორი ვიქნებოდი აი აქ დავბანაკებულიყავი და დამდგარიყავი და თვითონ დამეცა და ამათ თავდასხმა მოეხდიათ ნამდვილად
არმია მთლიანად არ განადგურებულა. Set up the watch. წამოვიდეთ და დავიწყოთ ისევ შემოკრება და შეგროვება Sign up, lads, ახალი for a good and მეომრების. glorious life. გადათ აი ესე. ჯერჯერობით იყოს ესე. ძალები აღვიდგინოთ, დავწყნარდეთ, დავშვიდდეთ. You conclude. Seeking the end. ქედან ამ არმიას ჯერჯერობით ვერ გავატოკებ. წმინდა როშა შეიძლება მერი აქ რო ავაშენო, კარგი იქნება. აქ რა ხდება? აქ ორი არმია აღარ არის საჭირო, მე თუ გითხავთ. We hunger for battle. ერთი გადმოვიყვანოთ პირდაპირ აქეთ და გაუშვათ ანკარას მიმართულებაზე აი აქეთ. At your command. ესე. ამჯერად უკვე გარისკეს და წამოვიწყე. და ვნახოთ აბაკური თქვა. თხუთმეტ მიწვილი და ქირავებულები. ვნახოთ ეხა ჩვენ რა პოზიციები გვაქვს, ცეცხლი ამას რატო უკიდია, რა ხდება. ცუდი პოზიცია გვაქვს ძალიან. მადიან აი აქედან ხო? აი აქ რამათი პოზიციები. ვიცი ამას როგორ დავიცა, ვაუფრთხილდები. მაშინ აი აქ უნდა გამოვაგზდე ეს რა არის, ობელისკი ხო? შეიძლება ობელისკთან ცოტა აქეთ ეს რა მოკეტო აი ეს ადგილი აი მას მე აიღებენ საერთოდ ერთი სიტყვით რამენაირად უნდა შეძლო რომ ამას მოგაძლო მაგალითად ესე უკანა ეს ბრბო Yes, commander. რა ვიცი თუ წამოვიდნენ აქედან მე იქნება ჩემი საქმე ცუდად აი დავიწყოთ Our honored forefathers paid in blood for their glory. К ним подходят свежие силы. ხო როგორც მოსალოდნე ეს მეორე ნაწილი მაშინ უნდა შევძლო რომ მანამდე გავანადგურო ვიდრე ეგ მოვლენ და ხელშემიშლიან მაგე უნდა გავაკეთებინო გენერალს ზუსტად აი წამოვიდეთ На нашего военачальника напали. Captain down! A charge! ერთი მეორე
სამივეს თუ იზავნის სწრაფად კარგი იქნება, მიდი და კაი ბიჭი იქნები ჩათვალე. ეხა იქით რაც შეიძლება სწრაფად. მიდი. როზე. არაფერი, ეხი არ მოიცვალოთ. ჰიპები, მაგრები არიან. ყველა აქედან წამოვიდა, თუ რა ხდება ეს? Интересно. Наш военачальник погиб. Кай. ეს გარნიზონზე მე მგონი არ აისახება. Наши ряды дрогнули. არმიაზე კი. Наши ряды дрогнули. Наши бегут с поля боя. Какой позор! Наши бегут с поля боя. Какой позор! ესენი იქიდან რომ მოყვდნენ. მეორე ბრძოლა წავაგეთ. წვალობენ ბიჭები რა. ვაი დედა. დანაკარგებით, მაგრამ პესინუტი ამათ აირეს. ეს პატარა წარმატება აქვთ ხა.
ძიმე დღე გათენდა ეხლა ნამდვილად ათენელებისთვის ცემულ შემთხვევაში, იმიტომ რომ დანაკაკს ეხლა კი დავიბრუნებთ. პრობლემა არ არის, მაგათ მაინც ძველი დაუჯდებათ, მაგრამ Let them cower like kennel dogs! ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვიათ, მოქცეულიყავით. ნამდვილად. ავიღოთ უბრალოდ დავიკავოთ ჩვენი ტერიტორია, ეს მაინც ჩვენი ინფრასტრუქტურა. ჩვენი ყველაფერი პრესიდენტი ხო? ეს. სედი პრინციპში ათქა რო არ ავაშენო მე მგონი მთელი ფრაქციისთვის არის ერთგან თუ აშენებს და საერთოდ შემელო სხვა ადგილასაც ამოშენებინა. მაგრამ არა უჭირს. აქ ხდება ხო? გავაშენოთ მესამე ნაწილი. აქ გავაშენოთ მესამე ნაწილი მშრალი დოკის და გავაშენოთ რა. ხო, პერიეკების ბანაკი და ამისთვისაც გამოვნახავ მე თანხას. დანარჩენით უბრალოდ შევკრიბოთ ისევ არმიები. აი აქ პერგამონში. მემკვიდრეობა გამოვიყვანოთ ეს ძველი არმია, ძველი სახელით. Commander, და გავაგზავნოთ შეკრება. აუ. ვჭირდება ვიღაცები. მაგალითად, ხო, იყოს ერთი ნაწილი მშვიდოსნების. we hunger for battle. საოცარი ამის გადასაიარაღებლები არიან ესენი კიდე ხო? აგერ. აჰა. მოჩ. მათზე ფულის ხარჯვა ჯერჯერობით სისულელე იქნება. აქ დავკარგეთ და აიღუპა ჩვენი ვეტერანი. ესენიც გამოსაყვანი ყო. აქ ვითვისებთ საალყო საქმეს. ტექნოლოგიებში. Something bars my passage. spoken well of you, and so we offer a treaty. The worthy make the best friends. კართაგენი ისევ გაანადგურეს. ეს აგენტი თავისუფალ პოზიციაზე დავაბრუნოთ ამასიაში. და ეს დავტოვოთ აქ ანკარაში.
გავაშენოთ მე-4 ნაწილი და მიიღოს 12 საერთო წესრიგზე. ამ პროვინციაში მე მგონი მეწესრიგს საერთოდ ვეღარ იმას ვიზავ. დავაგდებ დაბლა. Ready for orders. ეს როცა აშენდება. რაღაც მაძლევს. საინტერესო რაღაცებს მაძლევს კი. უმაღლესი დონის ცხენოსნებს და ჰოპლიტებს, მაგრამ მოკლედ აქ ცხენოსნები ავიღოთ. It's a good life. და კიდე მეორე ნაწილი მშვიდოსნებისა ეს. რა სწრაფად შეგვიძლია ჩვენთვის მით უკეთესი. Little honor in sitting as a spectator. არ გამოვა ესე. არ შედის მაგართან ომის დაწყება ჩვენ ინტერესებში. ტრევერებმა დაედუება ერთმანეთს გამოუცხადეს ომი. ეხლა ჩვენ შევხედოთ ცოტა ხან დიპლომატიას, ვინმე ხო არ მოვიდა იმის ხასიათზე. Pharaoh, master of the night, Pharaoh. blesses our meetings and wishes all to speak truth so that agreement is made. A flapping tongue that speaks without wisdom is not welcome. შესანიშნავი როგორც იქნა. Greetings to you. I trust you. ეს ხისავიანი მომთაბარეები ამასთან ლაპარაკი არ შეიძლება საერთოდ. მას გადიარებთან. Greetings. Speak plainly and without idle purpose. კარგი რა. A flapping tongue that speaks without wisdom is not welcome. Be like a spear and have a point. Ha ha. აი ხა დემეტრთან სავაჭრო ხელშეკრულება. სპარტასთან წესით და რიგით სელებიდები რა დღეში არიან. აკიმერიელები ერთი წუთით. Welcome. The day is already old and there is Zavi. Sparta. Greetings. Do not waste time on it. Maybe. Do not wander in like a desert beggar. If you Am I always to be disturbed? მოკლედ ამათ სანამ იარაღით არ გავანადგურებ არ იქნება ამათ საშველი ან მორიცხულია რა. In time, two things always.
Come in peace. Sardები. I am honored to greet such an ambassador of such worthy people. My ears. აქ შეგვიძლია საერთოდ ესენი მოვშალოთ, ან იყოს მეორე ნაწილი დატოვილი. აქედან ეხა პირდაპირ გავუმეოროთ ისევ, ეს გადავაიარაღოთ, ეს არ არის საამაყო არმია მთლად. აქაც იგივე რებალანსი მაქვს იუნიტების შესაბამისად. თვალწამთაცაც ერთ ესენი ვერ იომებენ. მაგრამ არა უშავ რა. Ready for orders. None will escape. We take this settlement. აი ხა ნამდვილად არაფერი აღარ ამას ნახეთ. საშინელი გარნიზონი ყავთ. და მცირე ძალები, რომლებიც კი იომებენ, მაგრამ სიტყვით ალყაში მოვაქციოს და დაველოდოთ ისე მომენტების განვითარებას. ანამდე დავავალოთ ჩვენ იმას. აჰა. საბოტაჟი. სიტყვით ესენი ვეღარ უნდა დამესხნენ თავს უახლოეს მომავალში. აი რა პრობლემა აქვს. ეს არმია ვერ გაბაგდებაო და გადაადგილება რუკაზეო შეზღუდული აქვს რა. ხო, აი ნახოთ რა იქნება როგორ. გავაგზავნოთ სასწრაფოზე ისევ არმიის შეკრება. შედოსნები კიდე დაგჭირდება. მონდების გამოსვლა სად? შესაძლებლად უნდა გავხსნა იმათ უბრალოდ ვერ მოასწრეს და ეს ძალები უნდა მოვიშოროს სანამ ცოტა ქალაქამდე მეორე დაბიჯი იქნება ამას დავარტყავ მე აუცილებლად ეს ფლოტი ძალიან ესეთ გმირულ საქმეს აკეთებს. რამდენი ხანია დგა და აი ამ განაპირა ქალაქს იცავს მთელი სულით და გულით.
კიდე გენერალი დაიღუპა. იყოს ეს. პოლიტიკური მოვლენები შეიცვალა 38% მიჭერს ამჯერად მე მხარს თითქმის უჩემი პარტიის წარმომადგენლები არიან ეხლა ვინ მოვისყიდო ეს მოვისყიდოთ გადმოვიყვანეთ ჩვენკენ აქეთ ისევ დარჩნენ ხო 38-ია ისევ და ეხა პირველი როგორც გითხა ის რაც გავაკეთებ იქნება რომ ეს ბლოკადა აუცილებლად უნდა გავხსნა. Ready for Charybdis. Those waters never. რა ხდება? ხო. სერი გადავაიარაღოთ ჭირს და ქირავებულები. Prepare for battle. კარგი რა. Drop anchor. და იმედია ამის მერე მარტო ამ არმიას შედარებით მარტივად მოვიგერიებთ. რა ხდება? სრული შემადგენლობა. ეს აქ მოხდა ხო? სპონდების გამოსვლა. ესენი პესინუჩი გადავიყვანოთ. აი აქეთ. I want hourly patrols. თანდახსადაგზე შევყრიბოთ კიდე გობლიტები, ტორაქსები. ესე. ამ შემთხვევაში ანკარა მე მგონი განწირულია. არაფერი აღარ ეშველება. For glory and რა ვიღოთ? 94 13 გავძარცვოთ და დავიკავოთ. hunger for battle. იმპერიის ინდექსი ავწიე. სულ ყველაფერი დავანგრიოთ. გადავწყვიტოთ მერე როგორ ის ვქნათ. რა ეკონომიური სისტემით დავაპროექტოს და ავაშენოთ ეს ქალაქი. ეს გალატია და კაპადოკიას მარტივი დასაკავებელია, სრულად უნდა დავიკავო წესით და რიგის დაპყრობებს თუ გავაგზელებ. ხო აქ რა ხდება? ნახნელა ავაშენოთ ეს სამჭედლოების ნაწილიც. და ეს ხო არის ის ტაძარი. აქ დოკიდა ის უნდა დასრულდეს ბოლოს და ბოლოს. გამოვტოვოთ კიდე ერთი ნაბიჯი. ედიქტიო. ერთი ედიქტის გამოტანის უფლება მომცა და აი აქ შესაბამისი ედიქტი ავიღოთ. აი ესა. ნაიომნიკების შეკრებისთვის ღირებულება იმის. წავიდა. ამ სამხედრო ედიქტი გამოვეცი ამ სამხედრო პროვინციაშიც. თავზე რომ დავკანკალებთ ყველაფერს. რო ვთხილდები.
ომი დაიწყეს მასესილებმა და რომაელებმა, ომი დაიწყეს კოსიტოდებმა და სუებებმა, ომი დაიწყეს ფრიზებმა და მარტომანებმა და ომი დაიწყეს ტრაპეზონებმა და ხიმრიარებმა. ედიქტი გამოიცა და კიდევ სხვა რაღაცეები. ეხლა აქ რა ხდება? ავიღოთ კიდე კავალერია. ჭირდება. ავიღოთ ხლით შეიარაღებული ტიპები. და ავიღოთ რა თქმა უნდა აი ესენი. ესეც გამოგვადგება. ეს მზვერავი წამოვიყვანოთ ამ შემთხვევაში მაზაკაში. As you command. I shall pronounce them. არესის ტაძარს ახ ვერ ვაშენებ კიდე. ესენი უბრალოდ დაბანაკდნენ და ვერ გადაუწყვეტიათ წამოვიდნენ თუ არ. ეხლა ზუსტად ის როა აი აქედან ეს არმია მოხსნა. თან კიდე აქაც დავამატო სულ მასონადი გავხადო და წამოვიყვანო აქეთ და აფრიკაში გადავიყვანო. აი ესე მგონია მე. ვაქციის ალყაში. ფუ. მოკლედ აქ მშენებლობაში რა ვქენით? აქ ავაშენეთ დოკები, იქ მშრალი დოკი. ეხლა მაინტერესებს მეოთხე დონემდე აქ როგორც თქვი ეს თუ ვითარდება კონკრეტულ ქალაქებში. კი ბატონო. აქ არ განვითარდა. აქ. მაგრამ აი აქ ვითარდება მეოთხე დონეზე და ვინ გამოყვალ? გვაძლევს რამეს. საშტურმო ტრიერას გვაძლევს შუბიანი, შუბით შეიარაღებული ტიპებით. დიდი არაფერი შეგვიძლია რომ ეს არც გაგვევითარებინა მეოთხემდე და ეს მესამეზე აქ დაგვეტოვა და ფლოტი მარტოა ყოფილიყო ფლოტისთვის როგორც თავიდან თქვი. მაგრამ ეხა აღარ არის საჭირო. ახან ესე გადაწყვეტილი იყოს ესე.
ხო ცალ-ცალკე იმას ვიზა ხოლმე რა. აქ გამოიყვან. მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში აქ ფული ძირითადად უნდა დავხარჯო არმიებში. ამ წლის შემოსავლის ხაზინის და აქაც როგორც წესი დავამატო ისევ ცხენოსნები და ესენი აქაც მინდა არტილერია. მეტი ვერ ვარ ხო? იბატონო სულ დავხარჯეთ. მეორე გადაბრუნებაზე არ არის საჭირო ეს გამოიყვანონ. Fleet reporting. Attack. ისინი მოვიშოროთ. Our voyage is done. Ready for orders. Docking. For death. და ეგრევე მოიხსნა. ალბათ აქ წესრიგი ეხლა რო დავარდება ქვევით აზრიც არა ვარ მე რა უნდა გავაკეთო რა საინტერესო სანახავი იქნება მთლიანი სამხედრო პროვინცია რა ეხლა უცებ დავარტყათ სარდებს და გავანადგუროთ აუცილებლად გამოუცხადოთ ომი ორი ქალაქი აქვს დაგავებული ამ ქალაქში ძალიან დიდი არმია ყავთ იქით ნაკლები მაგრამ რა ხავი ეს ლარიღამცის პროვინციად შემოვიერთოთ მთლიანად ხო 62-40% დავკარგეთ აგერ ერთი ნაწილი ცხენოსნების გავძარცვით ასევე ესეც We hunger for battle. კარვიცი მოდი ჩავაყენოთ აბა დაქირავებულებსაც ვერ ვქირავთ მაშინ ავიღოთ მესამე მეშვიდული სენი კი წამოვლენ ახლა აქ ნამდვილად მაგრამ იმედია რომ დავხვდებით და როდოსში რა ხდება როდოსი გარდაქმნათ სავაჭრო ცენტრად ასაკვების მოპოვებელი ის იქნათ იმიტომ რომ აქ ძალიან დაგჭირდება ცოტა ხანში ახლა უკვე ისე ხო და ავაშენოთ არესის ტაძარი ბოლოს და ბოლოს აქ მე ვიცი იმედია დაიჭერს აქ წესრიგს Ready for battle. გამოვტოვოთ ერთი ნაბიჯი კიდევ ისევ მოაქციეს ალყაში როგორც მასალოდნელი იყო აქ სამი შემომიტიეს მაგრამ ვიგერიებ საოცრება სუსტი ერთეულები ყავდათ ეთქობა არმიებში ერთიანებული და მაგით
მაგრამ მეც საკმაოდ დიდი დანაკარგები გამიცადე. ფრაქცია განადგურდა სირაკების მე რომელიც მებრძოდა აქ მთელი რიგი მშენებლობების ბუმი დავამთავრე ლევადები ავაშენე რაც ყველაზე მთავარია არმიის შეკრება დავამთავრე ასევე ამჯიგრების რომლებსაც ეხა მე ხა პრინციპში აღარაფერს აღარ ვიზავ აქ დღეს დავამთავროთ დაგემშვიდობებით მეგობრებო ვეყოფა ჯერჯერობით დღეს დანარჩენს ამ ყველაფერს გავაგრძელებ მომდევნო სერიაში ნახოთ ხი ერთეული ყო შესაკრები და აქედან გადმოვიყვან და შევკრება ვამათ ადგილებს შეუნაცვლებ და ხონვაკ გავხსნიმენ ლამათ იმასაც ერთ სიტყვით რუკაზე თუ დავხედავთ საკმაოდ გაიზარდა ჩვენი ტერიტორია აგერ პატარა ზესახელმწიფო გვაქვს უკვე ფაქტიურად შეიძლება ითქვას მაგრამ დიდი გამარჯვებები ძე კიდე წინ არის. მოკლედ დაგემშვიდობებით დღეისთვის გვეყოფა. ემედია ძალიან ხერხულ ადგილას არ გამიჩერებია. თუ რაღაც დისკომფორტი შეგექმნათ, მაგას ყოველთვის ვცდილობ ხოლმე. რაღაცა სისულელი არ გავაკეთო ისეთი რომ ყურებით ადამიანებს ვერ შეექმნათ უკვე დისკომფორტი. ერთ სიტყვით რა ვიცი, იყავით კარგად და დანარჩენი აუცილებლად